მოდი ახლა მე ავწერ პროდასალური ფლანგის სამყარო როგორ გამოიყურება, ახლა ავწერ. ჩემსაც არაფერს არ დავამატებ. აი პროდასალური ნატო ევროკავშირი მინდა ტიპის ტვინში რა ხდება ავწეროთ, ხო? ანუ მაშინ რომ მე ბებიალიკო და ილარიონში საზღარი გერმანია შემოიწრა ჩვენ საზღვრებში რაღაც ფეხს ვერ მოიკიდებს, აი რაღაც ეგრე პუტინმა ბიძინას ხელით დაიპყრო საქართველო, ხო? ჯერჯერობით ხო სწორედ მიყვეო. კი. პუტინმა ბიძინას ხელით დაიპყრო საქართველო, ევროპა განსაცდელშია, უნდა ვიომოთ. ხო სწორია. პუტინმა ევროკავშირის გზისგან ჩამოგვაცილა და რაღაცა უნდა ვქნათ. აი მან რაღაცა უნდა ვქნათში იწყება მერე ჰეროიკული ნაწილი, რომ ჩვენ უნდა რაღაცა ვქნათ. უნდა ვქნათ და აი ეს ვქნათ ეჯახება მაგ რეალობას, რომ აქციაზე გასვლა არის საშიში. და მე ხა გასაგებია ხა ირონიულად ვლაპარაკობ, მაგრამ ვიღაცებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მე უბრალოდ რაღაც ნიშნის მოგებით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ რატო აპროტესტებ თან არ აპროტესტებ. მე აქ ირონია მაქვს ერთ რაღაცაზე, ანუ ხალხი რომელიც აპირებს, რომ კრემლი აიღოს და იქ ევროკავშირის დროშა ააფრიალოს. და სამშობლო განსაცდელშია, იმიტომ რომ ბიძინა პუტინის კაცია და პუტინმა საქართველოს დაიყურა. ეგ ხალხი რატო ჩერდება სახში ჩხრეკარო ჩაუტარეს და გზის გადაკეტვის საშუალება რო არ მისცეს, მაგ დონის წინააღმდეგობაზე რატო მოკვდა ევროპის გადარჩენის წინააღმდეგობა. აი ხო არის მაგალითად აი განდის გზა, როცა აი ათასობით ინდოელი მიდიოდა კოლონიალურ ადმინისტრაციასთან და იქ თავს აცემინებდა ვიღაცები მოკვდნენ, მაგრამ აი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ან ირლანდიელების ბრძოლის ტაქტიკა რო ვიღაცა გაგიჟდა და რაღაცები საგიჟეთი მოაწყო, რასაც გმობთ, რა თქმა უნდა, YouTube-ის გასაგონად ვამბობ. ანუ სხვადასხვა წინააღმდეგობის ფორმებს იცნობს სოფლიო ისტორია და პოლიტიკა, როცა ბოროტმა მტერმა ოკუპაცია მოახდინა შენი მტრის სახელმწიფოს. ხო, ანუ ამათი წინააღმდეგობა აქ რატო გაჩერდა? აი ეგ არის კითხვა. მან პასუხი ჩემი აზრით არის შემდეგი. პუტინმა საქართველოს დაიპყრო, ან ვინც გინდა იმან საქართველოს დაიპყრო, ეგ არის ისეთი მიზეზი, რომელზეც ქართველი იომებს. მაგრამ აი პუტინმა ევროკავშირი დაგვაკარგინა. აი ხა ადამიანი ციხეში რო წავიდეს და უნდა იჯდეს აი თეორიულად რამდენიმე წელი და მე უნდა გამოვიდეს. ისედაც ეგ განწყობაზე მიდის, აშკარა ხდება, რომ ევროკავშირი თვითონ დასავლეთი თვითონ გვიკიდებს და გამოხვედი და რაზე იჯექი? აი რაზე გარისკე შენი ცხოვრება? ევროინტეგრაციაზე ვიჯექი. თვითონ იმან დამგვიკიდა ფეხებს და ყველა ხდება, რომ თან ვინმე მერე მაგ განწყობაზე კი არ იქნება, რომ ამ ხელა გმირობა ჩაგიდენია. აი გიჟი ყოფილ ხარ ერთია, რასაც გეტყვის და მეორე რა ვიცი, უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის საერთოდ რატო ებრძოდი შენს ქვეყანას? ეგრე დადგება საკითხი გესმის და თვითონ ამათ უდგება ძალიან მძიმედ ეგეთი რაღაცა ობიექტური გამოწვევა, რომ ეგ არ არის ის ფასეულობა, რომლის გამოც უნდა რისკო, როცა სარისკოა. როცა ყველაფერი კარგად არის, მაგაზე ვიღაცებ გარისკავენ და რა თქმა უნდა არსებობს ისეთი ფენა, რომელიც ლეგიტიმური შიშების, ლეგიტიმური საფრთხეების, ლეგიტიმური აღშფოთების მოტივებიდან გამომდინარე აპროტესტებს რაღაცებს. აი მაგალითად ავტორიტარიზმის ეშინია, მათ შორის რუსების საფრთხის ეშინია და ამაში ხედავს გამოსავალ. როცა გენერალური ხაზი ამ პროტესტის არის იმ შინაარსის, რომ ხო დასავლეთის ინტერესი უნდა დავიცოთ, აქ. მან ეგ ადამიანი თავის თავს და საკუთარ მაგ მასშტაბის თავგანწირვის მოტივაციას ვერ პოულობს, იმიტომ რომ ეგეთ ციხეში რო ჩაჯდება, ეგეთი მოტივაციის კაცი, ხო? ისიც რომ გამო იმას ეგრე დაუდგება საკითხი, რომ ვიღაც ლიბერალ აქტივისტებთან, დასავლეთის აგენტებთან ერთად მაგ დღის წესრიგისთვის ხო არის ბრძოლა შემეგობარო და რატო აკეთებ? ნუ მე ვიტყოდი, რომ საერთოდ ამ პრობლემას, ამ პროდასალური ოპოზიციის პრობლემას აქვს მრავალ კომპლექსური შინაარსი. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ გენერალური ხაზი არის აცდენილი რეალობას. მაგას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი მაგალითად
შენ ომში რომ მიდიხარ, თუ კარგად ჩამოყალიბებული და გასაგები ახსნა არა გაქვს, აი ერთიანდებაში თუ არ არის ჩატევადი შენ რისთვის ომობ, შენ უკვე ცუდად იომებ. აი მაგალითად, აფხაზეთის ომის ერთ-ერთი პრობლემა რა იყო ჩვენთვის? რომ ჩვენი მხარი იბრძოდა აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად. მე ვამბობ დეკლარირებული ოფიციალურად აი სახელმწიფომ გამოგიცხადა, რომ აფხაზეთში ახლა ჩვენ ჯარები იმიტომ უნდა შევიყვანოთ, რომ იქ რაღაცა რკინიგზა იძარცვება და ეს უნდა დავიცვათ. მეორე ფლანგის საინფორმაციო ხაზი იყო, რომ აი ფაშისტები თავს დაგვეხსნენ და ეხა ქუძე კაცი. ბევრად უფრო გასაგებია. ხო და ეს ერთი პრობლემა. აი არავის არ ჯერა და ეგ ტყუილია, რომ რუსეთმა საქართველოს დაიპყრო. მე გულისხმობ თბილისში ეხლა იმ აფხაზეთს და სამაჩაბლოს კი არ გულისხმობ, აი პოლიტიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ხელი, ეგ არის მცდარი. ეგ ტყუილი, არავის არ ჯერა მაგის. აქედან გამომდინარე, მაგ საბაბით გარისკვა და რაღაცა უკიდურეს ზომებზე წასვლა, ნუ არავის არ უნდა, იმიტომ რომ ყველა ქვეცნობიერში გრძნობს, რომ ეგ არის, ნუ ცოტა მთლად ეგრე არ არის. არ არის, მოდი ასე ვთქვათ, საზოგადოებაში კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ვიღაცა მწვანეთმიან აქტივისტს ეგრე ეგონოს, მაგრამ საზოგადოების არანაკლებ ნაწილს ეგრე არ მიაჩნია, სულ რომ არ მოსწონდეს ხელისუფლება. ანუ ხელისუფლებას აქვს პრეტენზიის ფორმა არ არის რაღაცა ვაიმედე და ევროპას. ხო, აი მაგალითად ჩვენ არ მოგწონს ხელისუფლება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რომ ეხლა რაღაცა პუტინმა დაიპყრო ბიზნეს ხელით საქართველოს და ჩვენ რუსეთში მივექანებით. მე უფრო რეალობა სხვა მგონია. მე მგონია, რომ უბრალოდ ქართული ძალაუფლებას ცალმხრივად, ერთპიროვნულად ამყარებს ეს ხელისუფლება. ქართული რასთანაც პრობლემა. არაბებზე ყიდის ქართულ მიწას კი, მაგი პრობლემად მიმაჩნია და მაგაზე ვამბობ. არა, აი ზოგადად კორუფცია არის, ვამბობთ, ანუ უფრო რაღაცა კონკრეტული და რეალური პრობლემები. დაყავი, მაგრამ აი ერთი წინადადებით რომ დავახასიათოთ ეგ არის ზედმეტ ძალაუფლებას იღებს საკუთარ ხელში ეს ხელისუფლება. ამასთან მე მაქვს პრობლემა კონკრეტულად, იმიტომ რომ მგონია, რომ უსამართლო იქნება ქართველი ერის მიმართ. ხო და ეგ არის ერთი პრობლემა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და მეორე პრობლემა რა არის? პროდასავლური პოლიტიკური აი ეს სპექტრი ცდილობდა ძალიან მარტივი ფორმულით ძალაუფლების მოხვეჭას. რომ ჩვენ ვართ ერთადერთი წარმომადგენელი დასავლეთის, დასავლეთი აპრიორი სიკეთეა, ამიტომ დასავლეთი თუ აპრიორი სიკეთეა და ჩვენ ვართ უნიკალური, ჩვენ ექსკლუზივით ვსარგებლობთ დასავლეთის მხრიდან, მაშინ ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი. ეხლა ირკვევა, რომ დასავლეთში საერთოდ სხვა ხალხი მოვიდა, დასავლეთში მოვიდა ის ხალხი, რომელიც ცოტა დასავლეთის წინააღმდეგ არის, ანუ აქამდე რასაც ეს დასავლეთი ერქვა იმ იდეოლოგიას უტევს და ეს ხალხი მათ შორის ეხლა გრძნობს არა მარტო ფინანსურ, საინფორმაციო პრობლემებს და ეგ მაგაზეც გადავალთ, აი რაში აისახა ეს ყველაფერი. არა მარტო მაგას, ეს ხალხი მათ შორის იმას გრძნობს, რომ აი ცოტა დაკარგულად გრძნობენ თავს, აი ხვალინდელი დასავლეთი რანაირი იქნება, ხვალინდელი დასავლეთი რანაირი იქნება, რა ღირებულებების იქნება. მაგასთან დაკავშირებით ცოტა ერთიანი პოზიცია და აზრი არ აქვს. დონაცია არის მომხმარებელი სახელად სილიბისტრო წერს, რეალურად ლიბერალებს ყველაფერი აქვთ, გარდა გამბედაობისა, მაგიტომ მარცხდებიან. ეგ გამომდინარეობს ამ ყველაფერიდან. ეგ ფაქტორია და მოდი ხო, მაგრამ გიორგი რასაც ამბობდა, ეგეც არანაკლები არის, ანუ მან მარტო გამბედაობის პრობლემა არ არის, მან მართლა გასაგები ლოზუნგი და აი გასაგები დროშა, რომელსაც ხალხი გაყვება, სინამდვილეში არ აღმოჩნდა ეს ვაშაურა მრავალჟამიერ ნაკლებად. აი გამბედაობა, ეგ კარგი კომენტარია, იმიტომ რომ ჩვენი თემაც მაგაზე იყო ახლა და გამბედაობას რაც შეეხება, აი პროდასავლელებს აქვს ცოტა შინაარსობრივი პრობლემა. მათ პოზიციას აქვს შინაარსობრივი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და მთელი ეს თავისი ჩავარდნაც მანდიდან გამომდინარეობს. იმიტომ რომ აი მოდი გავამარტივოთ, ყველამ რაც ვიცით, პროდასავლელებმა, ოცნებამ,
ჩვენს დასავლეთმაც, აზიამაც, ევროპამაც, ყველამ ვიცით რაღაც, რაშიც სინამდვილეში გამოვლინდება ეს ჩავარდნა პროდასავლელების. ეს არის დასავლეთი პროდასავლელები უყურებენ იმედის თვალით, როგორც სოფლიო პოლიცია. ხო ასე, ანუ დასავლეთმა უნდა დაიცვას ესენი. ამათმა კი არ უნდა იბრძოლოს. დასავლეთი არავის არ უნდა იმისთვის, რომ იბრძოლოს. დასავლეთის მთელი სურვილი მდგომარეობს იმაში, რომ აღარ უნდა იბრძოლოს ამან და დასავლეთმა უნდა დაიცვას ეს. მთელი დასავლეთის მომხიბვლელობა თუ კი ვიღაცას რაღაცა წარმოედგინა. აი საბჭოთა კავშირი რატომაც დაანგრია და გაიქცა დასავლეთში. წარმოდგენა იყო ის, რომ დასავლეთია პოლიცია მსოფლიო დონეზე, დასავლეთი თუ კი სადღაც უსამართლობას ხედავს, აღმოფხრის და ამათ უბრალოდ აქ კარგად უნდა დაანახონ, რომ უსამართლობა ხდება. ანუ პროფესიონალური უნარჩვევები გამოიმუშავეს მსხვერპლის პოზიციაში ჩადგომს. და მთელი ამათი ჩავარდნა იმიტომ ხდება ახლა, რომ ხედავს ეს დასავლეთი. დაინახა. დაინახა დასავლეთმა, მაგრამ რა მერე მაგ. აი გამბედაობაც მნიშვნელოვანია, მართალს ამბობს ეს ხალხი, რომ ну გამბედაობის თვალსაზრისით ეს აქცია ძალიან მოიკოჭლებს რბილად რო ვთქვათ, უკიდურესად არა გამბედაობრივი ვიზუალი აქვს აი ამ რაღაცა სასტოენ საშუალებებს და ფერათმიან გოგო ბიჭუნებს. სხვათა შორის მე პირველი კურსიდან მე მაგალითად პირადად მე სხვადასხვა ოპოზიციური ორგანიზაციების მიტინგებზე დავდიოდი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ. აი 7 ნოემბრიდან დაწყებული, აი ყველა აქციაზე ვარ თითქმის ნამყოფი, აი მერე რო ეს უცნობის და ეგრეთ წოდებული გრეჩიხას აქციებს რო ეძახდნენ, მაგ აქციებზეც ვარ ნამყოფი, 2010 წლის აქციებზეც ვარ ნამყოფი. არა როგორც აქტივისტი, არამედ აი ჩვეულებრივ როგორც სტუდენტი დავდიოდი. და სხვათა შორის ის აქციები ბევრად უფრო ეფექტური, აი რომ ვიხსენებ ახლა. მაშინდელი აქციები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ბევრად უფრო ავტორიტარული იყო, ბევრად უფრო მძლავრი იყო, უფრო მყარად გრძნობდა სააკაშვილი თავს და მთელი დასავლეთი იყო სააკაშვილის მხარეს. ეგეც ხაზგასაცმელია. ანუ სააკაშვილი ვიღაცას რომ მოკლავდა, ან ციხეში ვიღაცას რომ დაამტვრევდნენ, ციხეში არავინ არ ასანქცირებდა, არათუ არავინ არ ასანქცირებდა, კომენტარსაც არავინ არ აკეთებდა. ანუ დასავლეთი სააკაშვილს ეძახდა დემოკრატიის შუქურას. არც არავინ არ აფინანსებდა დიდად მე ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო ვიღაც დაფინანსებული არ მაქვს. ჩვეულებრივი ხალხი იყო, ახალგაზრდაც, ასაკოვანიც, ქალი, კაი მთელი და კიდევ უარეს გეტყვი, ეგ ხალხიც კი, ვინც იქ იდგა ანტი სააკაშვილურ აქციებზე, ისინიც თვლიდნენ, რომ დასავლეთს რას ერჩება, დასავლეთი კაია კაცო. ხო და აი დასავლეთი უბრალოდ მიშა გაგიჟდა. არა და მიშას ძალაუფლების წყარო დასავლეთი იყო, მაგრამ ხალხი დასავლეთს ეჭქვეშ კი არ აყენებდა. მაშინ არც კი იცოდა ხალხმა, რომ დასავლეთის ძალით და დასავლეთის შესაძლებლობებით სარგებლობდა სააკაშვილი. მაგრამ ვინაიდან თვითონ ამ წინააღმდეგობის მთავარი ლოზუნგი იყო უბრალოდ ნორმალურად გვაცხოვრებ და ნუ გხოცავთ და ზედმეტებში ნუ გადადის ეს ყველაფერი. ეგ იყო ნამდვილად სახალხო. ანუ თვითონ შინაარსი იყო სახალხო, მართლა იგრძნობოდა რომ ხალხის დიდი მასა იყო აი ამ პროტესტის მხარეს, გულშემატკივრობა იყო და სხვათა შორის გამბედაობაც არ აყლდა მაგ აქციებს.